ყველაზე რთული იმ პროჟექტორთან გავლა, რომელსაც კინოგადაღებისთვის იყენებენ, რადგან ამ დროს არა მსახიობის როლი, არამედ თავად პიროვნება ირეკლება. ლუკინო ვისკონტის ეს ფრაზა ამ კონკრეტულ ამბავს ყველაზე მეტად შეესაბამება და განსაკუთრებით მთავარ გმირს, რომელიც მაყურებელს გულწრფელად ნათელ ფერებში დაამახსოვრდა. ბავშვობიდან უყვარდა ეს თეატრისკენ მიდრეკილება თუ კინოსკენ მიდრეკილება ქონდა აი დეკლამაცია ლექსის წაკითხვა ან შევიკრებებოდით ხოლმე და მახსოვს ბიძაჩემი დედაჩემი დეიდაჩემი ვისხეთ ხოლმე და ლექსებს რაღაც გერმანულად ქართულად იძახდა და ისეთი გამომეტყველებს ჩვენ ხანდახან ვიფხრეწებოდით ციცილე ბავშვია 5 წლის 6 წლის 7 წლის ბავშვია სანსაყვარელი იყო ხოლმე აი ის ქონდა შეიძლება გენეტიკაში რა ვიცი ახლა ჩემი ბაბუა მაგის დიდი ბაბუა ესე იგი ძალიან თეატრალი იყო და მოყვარული იყო ბიზამის თეატრთან იყო დაკავშირდეს ბიძაჩემი მაგის ბაბუა და ასე შემდეგ და რა საჭიროა სანდრო ვერა გონია მე ყველაფერს იმას ვაკეთებ რა გზია სანდრო ცხოვრებაში მთავარი პირადი ბედნიერება კი არ არის თავარია ხალხს მოუტანო რაც შეიძლება მეც კარგება არტისტიზმი ისევე როგორც კარგი გვარიშვილობა გენეტიკურად მოხვებოდა როცა მისი თანატოლები ეზოში თამაშობდნენ ის გადასაღებ მოედანზე იდგა და პირველ როლებს ერკინებოდა ასე იწყებოდა პირველი ნაბიჯები დიდ პროჟექტორთან და რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე კინონათლია კი ლანა ღოღობერიძე იყო პატარა რო იყო უფრო ისეთი ეგეთი ცოტა უკისრო დითავა ეგეთ სასაცილო ტიპენერული და მე უცებ გახდა ძალიან აიყარა და გახდა ესეთი ძალიან ლამაზი ნუ კაცის სილამაზის გულეს ფოპულარულია ეს პატარა იყო უფრო სასაცილო და ძალიან ენერგიული აი შეიძლება იყოს ხო ძალიან ენერგიული ესეც კი მახსოვს მე ქარბორბალა დავარქვი რომ აი შემოვარდებოდა რაღაცა დააყენდა და გავარდებოდა ეს ენერგიული რომ არჩევდებოდა ლევან იყო ცოტა კარგი გაგებით მოუწესრიგებელი იცით როცა ახასიათებთ არისტოკრატებს პუშკინის ეგეთი იყო როგორც მე ვიცი პარატაშვილის ეგეთი აპროექტებული ძალიან ესეთი შტაბეშილებებს იღებდა ძალიან ადვილად ეს არ იყო ესეთი აი ახლა არისტოკრატი ინტელიგენტი დახვეწილი სულიერ მაგრამ სანტო არის ეს მოწყვეტილი რო არის რეალობაზე რაღაც კაბინეტში ეს იყო აბსოლუტურად იზრდებოდა იცოდა სკოლას, მეგობრებით, ჩატალოს, ჩხუბიც, ქუჩას, კი ბატონო. და კაციშვილს ვერ მონახავ ისე ეთქვის რომ აქ იმას შეშლოთს. მღელვარე 60-იანების პირმშო თავადაც ფორიაკი და მოუსვენარი ნატურა იყო. ვერიდან და ჩარჩოებს, დოგმებს, ერთფეროვნებას. ამას ადასტურებს ისიც რომ თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა. გული უფრო კინოსკენ მიუწევდა. მიხეილ თუმანიშვილის ჩვენი პატარა ქალაქი მისი პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა. უბრალოდ მიხეილოვანში ამბობდა ერთ რამეს, ალუბლის ბაღის დადგმა არ შეიძლება, როდესაც არ აკყავს რანევსკაია, როდესაც არ აკყავს გაევი, როდესაც ლაპახინი. უნდა ყავდეს ყველა. როდესაც აი ამ ჩვენი პატარა ქალაქის დადგმა დაიწყო, გახარებული იყო რა, რომ ნუ ახლა მყავსო ოჯახის წევრებიც მყავსო ეს ყველა და რაც თავარია მყავსო გოგო და ბიჭი ანუ რომეო და ჯულიეტა ნუ ეს და მართლა ყავდა ეს იმდენად კარგი იყო და იმდენად ზუსტი იყო რა ის ბიჭი იყო რომელიც უნდა ყოფილიყო აი ამ სპექტაკლის გმირი რაც იმუშაობის დროს ხო ამბობდა რომ რაღაც მე უფრო კინოსკენ ვარ მაგრამ არ ამგონია იცით ახლა ზოგჯერ უთქვია რომ ამბობენო რომ აი ეს მტვერიო სცენის მტვერი თუ ვიგზენი და ერთხელ ვიგზენიო იცი მე ეს მტვერიო აი ამას მეუნებოდა ლევანმა ვერ მოასწრო თეატრში დაშტამპვა ამიტომ რომ ეს ერთი სპექტაკლი იყო რომლიდანაც რაღაც არ მოეწონა იქ მიხვდებოდ კოლექტიურად ვერ იცხოვრებს მოკლედ აღარ მომდა თეატრში. და აქედან გამომდინარე მე მგონი, მაგრამ თეატრშიც ის თეატრი თვითონ თავისთავად თუმანიშვილის თეატრი, მაშინაც კინოპრინციპით მუშაობდნენ და გამოირჩეოდა ვთქვათ ამით.
არისტოკრატი სევდიანი ღიმილით. იგი თითქოს უკანასკნელი მოჰიკანივით ატარებდა 20-30-იან წლებში ბოლშევიკების მიერ გაჟლეტილი თავადაზნაურობის სახებას, სილაღესა და სიამაყეს. მამის ფონზე იყო საოცრად თავმდაბალი. მისი გამორჩეული გარეგნობაც, რაც სხვებისთვის ასე მიმზიდველი და თვალშისაცემი ჩანდა, თავად გმირისთვის უმნიშვნელო დეტალი იყო. აი იმას, რასაც დღეს ძალიან ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ღიზიანდებიან. ბევრი ადამიანი ღიზიანდება, როდესაც იწყებ ლაპარაკს, საიდან მოდის ადამიანი, ვინ ყავდა წინაპარი, რისი მატარებელია, რა ჯიში ეტყობა, რა აღზრდა ეტყობა, რა ოჯახი ეტყობა, იცი, ეს ყველაფერი აბსოლუტურად იყო ლევანში. ლევანში იყვნენ აბაშიძეებიც, ხიდაშელებიც, ვირსალაძეებიც, აი ყველანი ერთად გაერთიანებული და ეს იგრძნობოდა აი ჩვეულებრივ ყოფაშიც, იმიტომ რომ იყო უაღრესად თავაზიანი და ეს თავაზიანობა ისეთ რომ არ ისწავლება. იყო ძალიან გაცვეთილი სიტყვა შეიძლება, მაგრამ ჯენტლმენი არც ეს არ ისწავლება. ამიტომ აი აქედან გამომდინარე მართლა ძალიან გამორჩეული იყო თავისი თაობიდან, იმას თავი რომ დავანებოთ, რომ უცხო გარეგნობა ქონდა დაუშვათ სხვა ყველა ქართველისაგან განსხვავებული გარეგნობა ქონდა. ქონდა მას მამაკაცური ისეთი სილამაზე იყო. და მილიონჯერ უფრო ლამაზი იყო სულიერად რა. სოციალურ საერთოდ ჩავივიდით ქუჩაზე, ეს იყო რა, ვინც თვალს მოგრავდა გოგოებს გულისხმობ, იმათთვის იყო დღესასწაული თან ისეთი რაღაცა ნებისმიერ ადამიანს თავისი ენერგეტიკა აქვს და მას ისეთი დადებითი ენერგეტიკა ქონდა და მთელ ქუჩას ებდებოდა რა და ის და რამოდენიმე შემდეგი დღე იმათ გოგოებისთვის ვინც თვალს მოგრავდა ლევანს ბედნიერი დღე იყო და ბიჭები იყვნენ, მთელი ბიჭები იყვნენ რაღაცნაირი დაგრუზულები და დაბოღმილები, იმიტომ რომ ზოგის დას ჰქონდა ლევანის ფოტოგრაფიული, ზოგის შეყვარებულს ჰქონდა ლევანის ფოტოგრაფიული, ანუ ლევანის ფოტო თითქმის ყველა გოგოს ჰქონდა გაგრული რა სახში. გმირი არა მარტო როგორც გმირი, არამედ იდეალი. ეს იყო შემთხვევა, სადაც გამონაკლისები არ არსებობს. უყვარდა ყველას, ყველა ასაკში და არა მხოლოდ გარეგნობის გამო. თან მოქცევაც არ ეშლებოდა რაღაც ფოტოში. ისეთი დელიკატური რაღაც სფეროა ხო და მიუხედავად იმისა, რომ შენ ძალიან გატოცებული ყოფილიყო. ნუ მინახია როგორ ეკიდებოდნენ კისერზე ფოსტაკან. არადროს ამას ეს არ გაუფუჭები. არასდროს არ ყოფილა და ეს ხალის მიმართ რაღაც მოწიწება, ძილობა, ესე იგი ეს არ შეშლია არასდროს. მახსოვს სასაცილო ისტორია მოხდა. რაღაც ლევანი ჩეხავდა, რაღაც ტოტები მოხერხა და მე ამებს აპატარავდა და ეზოს გარეთ ყრიდა. ოღონდ ისე ეზოს გარეთ გადაყრა ტოტების ისეთი რამე. არავინ არ ცხოვრობდა იქ და რაღაც მართლა არაფერი არ ხდებოდა. და ისროდა ამას და რო ისროდა ეჭედებოდა მაშინ ვაზის იმაში იმას მოხსნი და მე თავი და უფრო მაგლა და ამ დროს მოვიდა ჩემთან ნანუკა ხუსკივაძე. და ვლაპარაკობთ და ეს ჩემს ზურგს უკან ხდება და ნანუკა მელაპარაკება და თვალი გაურბის იქით და ხა მე კი ვიცი რაც ხდება უკან და უცებ ნანუკას რა ლამაზია ეს ოხერი იმიტომ რომ ამ ტოტებსაც იმდენად ხო და კიდე ერთი რაღაცა მე ლევანი რომ გავიცანი ალუბლის ხეზე ამზრალი ეს არის ყველაზე მაგარი იმიტომ რომ ავიდა ალუბლის ხეზე და ჭამდა იქ ალუბალს პირდაპირ იქიდან მიირთმევდა, არ ჩამოუტანე არც ერთის და პირველი რაც იყო არ ვიცოდი რომ ზევით იყო და რაღაცა იმ ჩვენ ეზოში ვიყავით, მამაჩემის სახელოსნოში ვიყავ მისული და უცებ ვერ არავინ არ არის და ვიღაცა ალუბალი გინდა? მეკითხება, ვიღაცა. ხო და გავიხედ მივხვდი რომ მე არა. გოგო, ალუბალი გინდა? იქიდან სახელიც არ ვიცის. ალუბალი გინდა და გავგიშდი დავიწყეთ და თან რამოდენიმე ალუბლის ხე იყო. და ბოლოს ვიპოვე და ტოტი მომიტეხა და ეს ტოტი კი არ მოკრიბა. ტოტი მოტეხა და პირდაპირ გამიმასპინძლა. ესეთი იყო რა, რაღაცა და მზესავით. ადამიანი რომელიც ანათებს თავისი ქცევით, თავისი
სტილი ცხოვრების ძალიან რომანტიკული, ძალიან სულ რაღაც შეყვარებული, სულ მიუხედავად იმისა, რომ აი ეგეთი ფეხმოტეხილი გიფში და ხელიც და მატარებლით შეყვარებული იყო და წავიდა ზღვაზე, აი ეგეთ მდგომარეობაში და ნუ მთელი ამბები გადახდა. მიგარო იყო ბოლოს ეგ იყო ძალიან იყო ესეთი უფრო სერიოზული და ხანგრძლივი ასე ვთქვათ სიყვარული ეს მოლდაველი გოგო მსახიობი რომელიც თბილისში სწავლობდა აქაც ეს საკმაოდ ესეთი იყო ძალიან ესე გვერდზე ედგა და და შეუყვარდა და აბსოლუტურად გამოცვალა ის ადამიანი, მე რასაც ვაკვირდებოდი, აბსოლუტურად შეიცვალა მიკა მაგასთან ყოფნის დროს. იცი, დაიხვეწა თუნდაც გემოვნებით, თუნდაც ჩაცმით, თუნდაც იყო ისეთი უფრო აბსოლუტურად სხვა ადამიანად იქცა და ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს მახსოვს ეგ იყო. რა ვიცი, ესეც სიყვარული იყო, იცი. დასაფასებელი და შესაშური შეიძლება კარგად რო თქვა. მართლა არა ჩვეულებრივი კაცი იყო რა, ჩვეულებრივი არ იყო რა. თუმცა არასოდეს მისგან ან მისი გარეგნობის და მისი გვარიშვილობის კაცი სხვანაირად მოიქცეოდა, ბევრი. ბევრი გაიპრანჭებოდა, ბევრი რაღაც სხვანაირად, რა ვიცი. აი ეს არ იყო ასეთი რა. ეს პირიქით ეს იყო თავდაბალი და სულ ეძახით ბემბის ვეძახით, ბემბის გავდა რა, შვილის ნუკრის ნაამბობი ხარ მეთქი რა, ვეხუბრებოდი. არაფერია უფრო მშვენიერი ვიდრე ღვთიურთან მიახლოვება და მისი სხივების ადამიანთან მოდგმაზე ბრკვევა. წლების შემდეგ ეს ალბათ ძალიან ლირიული შეფასებაა, თუმცა ყველა თაობა თანხმდება იმაზე, რომ ერთი დიდი სხივი, რაც დღეს თბილის საკლია, ლევან აბაშიძეა. სხივი, რომელმაც წასვლის შემდეგაც დატოვა სინათლე. ლევანი საერთოდ ვერ გზნობდა და ვერ ხედავდა თავის თავს გარედან. ერთი წუთით არ ქონდა ის, რომ არის წარმოუდგენელი გარეგნობის ადამიანი. საერთოდ არ ქონდა ის. სადაც არ უნდა ყოფილიყო, არსად არ იგრძნობოდა ეს, რომ გამოირჩევა მართლა 100 კაცში გამოარჩევდი, ხო, ისეთი იყო. და თვითონ ამას ვერ გზნობდა, იყო ჩვეულებრივი, ყველაზე ჩვეულებრივი. თან პოპულარული იყო, ამასაც ვერ გზნობდა. მე მაგალითად მახსენდება, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით და იქაური ქართველობა შეხვდა, ისინი გაოგნებულები უყურებდნენ ლევანს. ყველაზე მეტად რაც მათ აოცებდა ლევანში, ეს იყო ის, რომ ვარსკვლავი და ესეთი თავდაბალი ვერ წარმოედგინათ. იმიტომ რომ მათთვის, როდესაც ჩამოუთვალა, რამდენ ფილმში არის ნათამაშები, რამდენი მთავარი როლი აქვს შესრულებული და ეს არის 1991 წელი, ამდენი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მათთვის იყო ვარსკვლავი. და აი რომ ვარსკვლავი არის ესეთი თავდაბალი, ძალიან ჩვეულებრივი და აი ყველასათვის მისაღები ადამიანი, ეს მათში ცოტა გაოგნებას იწვევდა და მე არ დამავიწყდება, იყო ესეთი ემიგრანტი პეტრე ხვედელიძე, რომელიც რადიო თავისუფლებაშიც მუშაობდა იქ ამერიკის ხმაშიც და აი მაშინ პეტრე ხვედელიძემ უთხრა, იცით რა, აი გიყურებთ ახალგაზრდა თქვენ და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ვიზე წერდა შოთა რუსთაველი ვეფხვის ტყაოსანს. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა. აქედან ბოლო 3 როლი დაუსრულებელი დარჩა. თავისუფლება როგორც ცხოვრებაში, კინოშიც უყვარდა. ამიტომაც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ კადრში ზედმეტად ნატურალური იყო. საუბედუროთ რაღაცა დიდი ხანი ვერ არ მოუწია მოღვაწეობა ქართულ კინოში, მაგრამ ძალიან კარგი მსახიობი იყო და იყო მსახიობი, რომელიც მუდმივად მუშაობდა თავის თავზე. არ ვიცი ეს ცხენი იყო, ჯირითი იყო, მისი სამსახიობო ოსტატობა იყო, თუ რა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მზად ყოფილიყო ყოველი როლისთვის. ეხლაც, აი რამდენი წელი გავიდა, არ არსებობს მე ფილმი დავიწყო და რაღაცა მომენტში არ ვიგრძნო ის დიდი დანაკლისი, რაც ლევანის წასვლით
ქართულ კინოში დარჩა, რაღაცა გარკვეული სიცარიელე დარჩა ქართულ კინოში, იმიტომ რომ მართლა დიდი მომავალი ჰქონდა და პირად საუბრებში ხშირად უთქვამს, რომ მე დიდი მსახი უნდა გამოვიდეო. ანუ მართლა ანთებული იყო ამითი. ლევანი როგორ კატეგორიაში გადის ჩემთვის, აი რაღაც ჟერარ ფილიპის თქვათ. აი ხო არის რაღაც განსაკუთრებული ადგილი აქ, აი არავისთან არ არის თქვათ, ხო? არ ვიცი, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესეა, რომ ჟერარ ფილიპი არის ცალკე და მე არის რაღაცა იქ უკვე ვიღაცა მეტად მომწონს, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ ეს არის ცალკე და ვერავისთან ვერ ვაყენებ, ვერ ვადარებ. მსახიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 1984 წელს გადაღებული ფილმი ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა. სწორედ აქ ჩანდა იმ სისხლის ყივილი, რომელიც მის ძარღვებში ჩქეფდა და რომელიც საბჭოთა რეპრესიების დროს დაიღვარა. ნიკუშა ჩაჩანიძის სახემ მაშინ თავად ნაწარმოების ავტორიც განაცვიფრა. მე მჭირდებოდა ამ ფილმისთვის ახალგაზრდა არისტოკრატი, იმიტომ რომ ეს ნაწარმოები ოთარ შეიძის ბორიაყი ეძღვნება 1924 წლის ამბებს, როდესაც კომუნისტებმა, ჩეკისტებმა და კომისარებმა გაანადგურეს მთელი ქართული არისტოკრატია. აი ლევანი აბსოლუტურად უდგებოდა ისეთ ამ როლს. შედი უკვე მსახიობი იყო. უკვე იყო გადაღებული 2-3 სურათში და თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. მაგრამ თავარი შემთხვევა იყო, აი სწორედ მისი წარმოშობა გენეტიკური, ანუ ლევანი იყო მაღალი თავადების ოჯახიდან. ეს იყო კიტა აბაშიძის შთამომავლები, რომლებიც გარდა ამისა კიდე ეს ლევანის მამა აგი აბაშიძე და თვითონ ლევანის იზრდებოდნენ ივანე ჯავახიშვილის ოჯახში. აი ლევანი ესე წრიდან იყო და ეს ყველაფერი ეწერა სახეზე, გარდა იმისა, რომ კარგი მონაცემები ჰქონდა მსახიობისთვის, ანუ იყო ლამაზი, იყო ძალიან მოხდენილი, იყო ძალიან პლასტიკური. გარდა ამისა, აღარ ჭირდებოდა არაფრის თქვა განსახიერება. ეს იყო თვითონ აი ეს ნიკუშა, რომელიც აღწერა ოთარ ჩხეიძემ და რომელიც მე უნდა გამოსახიერებინა ფილმში. პირველი სცენა ქონდა ერთად. აი სუფრის სცენა და ჩემი ძმის მკვლელობა და ასე შემდეგ. აი არსად არ წასულა, ზოგმა იცის, რომ აი ხა ნუ ეს მხარე მოვჩით, ეხლა შენ წადი დაისვენე და ესეთ რაღაცები ეს იმიტომ რომ არ ვიცი ვინ ასწავლა, იძახდა რომ შენ მასწავლეო რა, რომ არ შეიძლება რომ იმ მომენტში წახვიდე სიგარეტი მოწიო ან ყავადალიო, როდესაც შენ გპასუხობს შენი პარტნიორი. იმ მომენტში უნდა იჯდე იქ. იჯდე კი არა, უბრალოდ უნდა ხმარებოდე ეს. არ იყო საჭირო არც ერთი სიტყვა, სათქმელს მისი გამომეტყველება ამბობდა. ყველა განწყობას, რაც მის როლებში იკითხება, იგი თავად ატარებდა. ასე მოხდა საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტების ისტორიაშიც. 22 წლის შემდეგაც კი არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ფესვების ფინალურ კადრზე არ ედიროს. პიროვნება თუ არ არის ადამიანი, ის ჩანს, ის მარტო სახე, ლამაზი სახე ვთქვათ, ხო? ბევრს არაფერს არ ლაპარაკობს. და როგორც დოდო იყო არჩეული, შერჩეული კი არა, ესე იგი მასზე იყო რა, პირდაპირ რატო? დოდო პიროვნება იყო, ხო? ლევანის პიროვნება იყო. ეხლა უბრალოდ რაღაცა ხანდახან მიფიქრია, ხო? აი მოქონდეს ეს იგივე ფერფლი, მოქონდეს სხვა. მშვენიერ ესე იგი სახგარეგნობის მსახიობს, ხო? მაგრამ ის სულიერება, რომელიც ლევანს ჰქონდა, აი ბევრი რაღაცების, აი თითქოს არ არის დიდი როლი, ხო? მაგრამ ვის მოაკეს ფერფლი? ვისი გორისა იყო? მასში ჩანს დოდო. გენეტიკური ტვირთისა და სევდიანი ღიმილის გარდა, ფილმის რეჟისორმა მსახიობზე პარიზული გასტროლის დროს კადრის მიღმა დარჩენილი რამდენიმე ისტორია შემოინახა, რაც ლევანის ხასიათს მკვეთრად განსაზღვრავს. ლევანი მაღაზიისკენ არ გაუხვედი. აი რამდენჯერ მე მithkoms და ვიმეორებ. თითქოს ესეთია, არ არის ესეთი ფაქტი, ხო, რომ პიროვნება წარმოაჩენს. წარმოჩინა, აქაც წარმოჩინა, აი გოგოები როა გასვოთ, აქედან რო ეძახის, ბაბამის ეძახის, ჩამოდიო ასე რომ მიდიან. აეროპორტში რო წავიდე, ხო, ეს გოგონები მაღლა არ უშვებთ რომ ეძახიან, ხო? აი ეს გოგონები წაიყვანა რესტორანში, მთელი თავისი ფული. ყვავილები უყვიდა. დაპატჟა რესტორანში და მთელი თავისი ფული, რაც კი მან მიიღო, ჩვენ
მეც მათ შორის დავხარჯეთ რა ჯინსებში და რაღაც სასხლებს. არაფერი. იყო გადასარევი ადამიანი, გადასარევი მეგობარი და გადასარევი მოქალაქე, რაც საუბედუროდ ხშირი არ არის დღეს. აი მისმა აი რაღაცა ამ თვისებებმაც განაპირობა ის რომ ლევანი დღეს ჩვენთან აღარ არის, იმიტომ რომ რაღაცეებზე ერთბაშად უარი თქვა და წავიდა იქ, სადაც არ შეეძლო რომ არ წასულიყო ეს დოკუმენტურად ვიცი. არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყური ამ ქვეყნად როგორც ხელოვანი. ეს იყო შეგრძნება, რომელსაც რეალურ ცხოვრებაშიც ატარებდა და 80-იანი წლების მიწურულს დიდი დოზით გამოხატა კიდეც დადო კოტეტიშვილის ფილმში ანემია. სისხლნაკლებობა ალბათ იმიტომ, რომ სიცოცხლის წყორვილი განსაკუთრებულად მოჭარბებული ჰქონდა. სადამდე შეუძრიამ ახوار ტრაქში სადამდე როდემდე უნდა აწყოთ ხალხი ძალიან მოერგო ამ პერსონაჟს, არა მარტო როგორც მსახიობი, ისედაც რაღაცნაირად ძალიან მოერგო. ტატო და ლევანი ერთად იყვნენ გაზრდილები და ძალიან კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. თვითონ ეს ფილმი ანემია რაღაცა ჩვენთვის, აი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობდით ამ ფილმზე, რაღაცა ცხოვრების ნაწილად იქცა. ცხოვრობდით იქ, სადაც ვიღებდით, ანუ ის სკოლა-ინტერნატი, რომელიც იყო ჩვენი ობიექტი, იქვე ცხოვრობდით. ლევანის ოთახი და ლევანის საწოლი, ეს იყო ის, სადაც ის ისედაც იწვა და ცხოვრობდა. იატაკზე, აი ზუსტად ისე იქვე ცხოვრობდა და ანუ იქვე ხდებოდა ყველაფერი. ძალიან ბევრი რამე ფილმში შევიდა რეალური, ანუ აი რაღაცა მოხდა და მეორე დღეს გადავიღეთ, ან მესამე დღეს. მართლა რაღაცნაირად ესე ცხოვრებასავით მიდიოდა ეს ფილმი და ეხლა რატო ვილაპარაკე ცოტა მე დიდხანს ამაზე. ეს არ იყო ჩვეულებრივი კინოს გადაღება, როცა ხვდებიან ერთმანეთს დილას, იღებენ კინოს და მიდიან სახლებში. ეს მართლა რაღაცა ნაწილი იყო ცხოვრების და ამიტომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ჩაკეტილი სივრცე, კლიშეები, წითელი აზროვნება აწუხებდათ, განიცდიდნენ და გამოხატავდნენ კინოში. ეს იყო ტანდემი, რომელიც მათი თაობის სათქმელს კინოეფექტის მეშვეობით ამბობდა. ტანდემი, რომელსაც უბრალოდ ლევან აბაშიძე და დადო კოტეტიშვილი ერქვა. მეგობრობა საკმაოდ უცნაურად ბავშვობიდან დაიწყო და მერე უკვე ოჯახში ძმების სახელით გაგრძელდა. ეს იყო ის წყვილი, რომელსაც ბავშვობიდან ჩვენ ვიყავით ბავშვობიდან მეგობრები და მერე გავხდით ძმები, ასე ვთქვათ. ხო, იყო ეგეთი, იცი, ახლა ტატო იყო უფროსი ჩემზე 4 წლით, მერე ერეკლი და მეტოლები და ლევანი კიდევ უფრო პატარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ტატოს და ლევანს ჰქონდათ უფრო მეგობრობა იმ მხრივ, რომ ჩემი ძმაც, ანუ ტატოც იყო საკმაოდ აი გავდნენ რაღაც ხასიათით, შეიძლება ითქვას. ტატოც იყო და ლევანიც ალბათ, ეგეთი მაქსიმალისტი რა მხრივ ვიცით, რომ აი დღეს ვიცხოვროთ, დღეს და ხვალ ვიფიქროთ ხვალ. ნაბოზარო, შენ მაინც ერთი ჩამოვიდი აქედან. ძალიან მოუსვენარი ადამიანი იყო თავისი ბუნებით და ეს მოუსვენრობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მაცაც წამდა, რომ თუ ხელოვანი ხარ,
არავის არ უნდა ემსახურო, ხელოვნებას უნდა ემსახურო. შესაბამისად, სულ უნდა იყო ისეთ მდგომარეობაში, ოპოზიციაც ძალიან ცუდი სიტყვა. ოპოზიციის მდგომარეობაში არა, სულ უნდა იყო იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომ მიუთითო, რაღაცა შეგეშალა და გამოასწორე. იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ ხელოვანი სწორედ ამისთვის არის ხელოვანი. რომ აი ეს შეძახილი იყოს, თეატრიც ამისთვის არის და კინოც ამისთვის არის, რომ ეს შეძახილი იყოს, არ შეგეშალოს. და თუ შეგეშალა, დროზე გამოასწორე ის შენი შეცდომა, რომ მეორედ კიდე რაღაც ძალიან დიდი და ტრაგიკული შეცდომა არ. თუმცა მისი ამგვარი პრინციპი მხოლოდ ხელოვნებაზე არ ვრცელდებოდა, არამედ ქვეყანაზეც, რომელიც უაზროდ უყვარდა და რომლის ისტორიაშიც ყველაზე ტრაგიკული თარიღები ახლოვდებოდა. მთავარ გმირს კი პერესტროიკის დროს შექმნილი როლები აუცხადდება. გაიზიარებს 9 აპრილს, სამოქალაქო ომს და დაეკარგება აფხაზეთთან ერთად. თბილისის ომის პერიოდში ლევანი არ იყო თბილისში, იყო როტერდამში, ტარტო იღებდა იქ ფილმს. გოდეძიშვილი და იქ თამაშობდა მთავარ როლს. ხოდა რომ დაბრუნდა, სულ მეუბნებოდა, რომ აიო ჩემში არ რეალიზებულიო ძალაო. თორემ მეც არ მე შენ ხო აქ იყავი, იქ იყავი სადაც ტყუები. მე აი ეს კონტა რაღაც არ რეალიზებული ძალა სულ ჩემ თავშია და მე როცა ამერიკა არა მეგობაროს გადაღებების პერიოდში და მეთქვა რომ მივდივარ რა ხოლო რა სადახარმეთი და იყო ერთ თავის მეგობართან რა კაცვინდაზე მივედი ხოდა ისე მოხდა რომ იმობნელი მისი მეგობრები არ აპირებდნენ წასვლას და გიანა დირაშვილიც იქ იყო არც ის აპირებდა წასვლას გიანა დირაშვილი ის ბიჭია რომელიც აი ლიმონგას დაეფარა და უნდა ლევანის და სუხის გადარჩენა მაგრამ თვითონაც აფიქრდა და ლევანის და სუხიც დაიღუპნენ 1993 წელს მას ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ. აქედან მხოლოდ არა მეგობაროს დასრულება მოახერხა გიომ გელაძემ. 6 თვის შემდეგ და ისიც სუბიექტური კამერით. ეს აღმოჩნდა მსახიობის უკანასკნელი როლი და საბედისწერო სცენარი. სცენარი, რომლის მიხედვითაც მთავარი გმირის დაღუპვის შესახებ მაშინ მხოლოდ იმ პატარა გოგონას არ სჯეროდა, რომელიც ლევანზე უზომოდ იყო შეყვარებული. უზმოზე რატო ეწევი? გიომ უთხრა ჩემ დეიდას ბავშვს ვეძებო პატარას ვიქნებ ნუცა მოვიდესო მე ძალიან უარზე ვიყავი რატომღაც არ ვიცი რატომ თამაში მინდოდა ეზოში ან რაღაც და უცბად რომ უნდა გადაღებებზე მევლო და რაღაც საქმე მეკეთებინა იმ მომენტში საერთოდ არ მიზიდავთ მე ტელევიზორში გადიოდა რაღაც ლევანის ფილმი ზუსტად არ მახსოვს რომელი და დედაჩემ მითხრა რომ აი ეს არისო ლევანიო და მე რაღაც დავფიქრდი რომ აი ნახავ გავიცნობ თქო და ну მივედი მე სახლში მიმიყვანა გიომ და ჩეკი რომელიც ოპერატორი იყო ფილმის და გამოვიდა ლევანი ახალ გაღვიძებული აჩეჩილი თმებით ოქროსფერი თმებით რაღაც მაიკაში შორტებში და შენ ხარ სალომეს შვილია და უცბად ისეთი ატმოსფერო იყო რაღაც ბაღი მაგათ დამამაზი ბაღი მქონდათ ну ეხლაც ალბათ და რაღაც ცოტა რაღაც ზღაპრულ გმირს მივამსგავსე ალბათ ხა იმ მომენტში ეგეც ვერ გავიაზრებოდ ну ძალიან მესიამოვნა და მომეწონა არა მეგობარო აქ აღარ დაბრუნდე აქ დაგეფანტება ოცნების ნიჭი ოცნება დააალპეს წაბილწეს გაქურდეს ცრებსაც კი დაკარგავ ლაბაზი ბიჭი სცენაზე იყო რომ იღუპებოდა ლევანის გმირი ხო და ესეც დედამის მომიტყვა ქალბატონმა მანუნა რომ ყველა სცენარსო პირველი რომ მაგითხებდა და ეს სცენარი არ წამაგითხაო დამიმალაო მე ლევანი რომ
აღარ იყო უკვე ცოტა ხანი გაჩერდა ამის გადაღება, მე ამერიკაში მივდიოდი და უნდა მოესწრო გიოს, რომ დაემთავრებინა ფილმი და უკვე ლევანის გარეშე აბსოლუტურად სხვა ხოდა ფილმში ზუსტად არის გამოყვანილი შეგრძნება რა, რომ ის ადამიანი რომელიც აღარ არის მუდმივად მაინც შენთან რჩება, როდესაც რაღაც გავლენა იქონია შენ ცხოვრებაზე და ფილმის სიუჟეტი გადმოვიდა უკვე რეალურ ცხოვრებაზე. შენ 6 დღეში მიდიხარ, ხო? ხო. 6 დღეში მივდივარ. რა შეიძლება ეს მე წამიყვანდი არა? წაგიყვანდი აღარ ესეზე. ჩემთვის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მე ლევანთან როგორც საქმეში მაკავშირებს ეს არის არა მეგობაროს გახმოვანება. თუ შეიძლება ამას გახმოვანება ერქვა, ცოტა მეტი რამ ქვია ამას, ვიდრე მხოლოდ გახმოვანება. იმდენად რაღაცნაირად მიყვარდა და კარგად ვიცნობდი, რომ მის კამერტონსაც ვიცნობდი. აი მის მე არ ვიცი ვიღაცას მოწონს ვიღაცას, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ყველა ერთსულოვანია, რომ მართლა ზუსტად გავაკეთე ის კი რა პრიზიც კი მომცეს რემკა. ბიჭო ლევან! ლევან, რა მოგივიდა? ჩემი დედა მოგივიდა. ყოველგვარი ხელოვნება თვითმკვლელობის დემონსტრაციული აქტია. უპირატესობის არაჩვეულებრივისა და ცნობილისათვის, არამედ ტრაგიკულისა და იდუმალისათვის მინიჭება. ამიტომ უმაღლესი თავისუფლება სიკვდილის არჩევის უფლებაა. როგორც ჩანს ძალიან ადრე იგრძნო მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოძახილიას არტისტული კანონზომიერება და გადაღებიდან გაყიდულ ომში გაიპარა. თხოვე სწორედ რომ არ წახვიდე მეთქი. შეიძლება ჩემი თქვათ იყო უფროსი კაცი ეგოიზმი რაღაცნაირად სხვები თუ მიდიან ეგრეთო არ წავიდნენ, მაგრამ აი გუთხარი რომ გაყიდული ომია მეთქი რა. ეს რო იყოს ხანე მე თვითონ გეტყოდა წადი თქვა და არ გინდა მეთქი და არ გამოდის გოგიო რა. ჩემი მეგობრები იქ არიან მე არ წავიდე არ გამოდის. მაგის ეს წასვლაც ისეთი იყო, შუა ფილმში იყო გადაღება მიდიოდა თქვათ რა. მაგრამ ის რომ აი იყო რაღაც სანადირო თოფი, ისეთი ძალიან ძველი, იმიტომ არ ხარ ადამიანი რომელსაც აი სუფთა იმით ის იყო წასვლა, როცა მიდროგია რომ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ არ შეგიძლია რომ არ წახვიდე უფრო რა. ამბობენ ყოველგვარ უბედურებას ორი წამალი აქვსო, დრო და სიჩუმე. თუმცა სისხლიანი 90-იანები ვერც დრომ განკურნა და ვერც სიჩუმემ. ეს იყო თაობა, რომელიც რევოლუციებისა და მიტინგების პარალელურად იზრდებოდა. თაობა, რომელიც ესწრაფოდა თავისუფლებას და თაობა, რომელიც მისივე ქვეყანამ გაწირა. ეს არ არის დაკარგული თაობა, ეს არის ყველას და ყველაფრის მიერ განწირული თაობა. ყველა მხრიდან ცეცხლი გავიხსნეს, ასე ვთქვათ და ცოცხლები ვართ, ალბათ აცდენილი ტყვის ხათრით თუ ვართ ცოცხლები. მე მახსოვს, როდესაც გვეუბნებოდნენ რა გიჭირთ, თქვენ რა გიჭირთ, არაფერი არ გინახიათ, ომი თქვენ არ გინახავთ, ის არ გინახავთ, ეს არ გინახავთ და გამოვიდა რომ ყველაფერი ვნახეთ. აბსოლუტურად ყველაფერი. მე მახსოვს აი ამ ტყვიების ზუზუნში 91 წელი იყო, ჩვენ ოპერის უკან ცხოვრობდით და ძალიან ბევრი მოდიოდა და გვეუბნებოდა გადით, რასელოდებით, მაგრამ იცი რაღაცნაირი განცდა იყო და თუ გავალ სად გავალ? ეს ხო ჩემია რა. ეს თუ არ მექნება, აი ამ ძირს თუ დავკარგავ, საიდანაც მოვდივარ და რა მერე რა დარჩება. აი ეს განცდა ლევანსაც ჰქონდა, აი ისიც რომ ფესვებში დაუშვათ თამაშობს გოგუნ გელაძესთან. ის რაც შემდეგ გააკეთა გიომ გელაძემ გადაღებული მასალიდან არა მეგობარო. ესეც ხო ერთგვარი, ძეგლი ძალიან ცუდი სიტყვა არის და რაღაცა გაცვეთილი, მაგრამ ეს ნამდვილად არის აი იმ თაობის ძეგლი, რომლებიც აი ესე დაიღუპნენ, რაღაცა გაუგებრობა შეეწირა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი. აი თქვენ რომ მიხვიდეთ საბურთალოს სასაფლაოზე, მიუხედავად იმისა, რომ ლევანი დიდუბეშია სოლიკოვის სალაძესთან ერთად დაკრძალული, საბურთალოს სასაფლაოზე რომ მიხვიდეთ, ეს ხომ ტრაგედიაა, როდესაც უამრავ საფლავს წერია 61, 91, 92, 93. ანუ 60-იან წლებში გაჩენილი თაობა ფაქტობრივად იმ 5 წელიწადში ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ყველა დროში იყვნენ ადამიანები, რომელთაც სიცოცხლე იდეალებს შესწირეს. თუმცა ყველაზე რთული მაინც დედამიწაზე მიღებული მისიაა. ითამაშო მთავარი როლი. ოღონდ არა მხოლოდ კინოში, არამედ სხვების ცხოვრებაშიც. რა ვიცი, თითქოს ლევანმა გააზრებულად თუ გაუაზრებლად არ ვიცი, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად განაპირობა ის გზა, რომელზეც
მე დავდექი თუნდაც კინოს თვალსაზრისით. ხო და არ ვიცი დღეს უბრალოდ ის განცდა მაქვს რომ არ მყავს გვერდზე ის ადამიანი რომელიც შეიძლებოდა რომ ცხოვრების ბოლომდე ყოფილიყო ჩემი ძალიან ახლობელი. ანუ ეგ განცდა არის. კიდევ ის განცდა არის რომ საქართველოს არ ყავს ლევანისნაირი ადამიანი აღარ ყავს და ეს სამწუხაროდ ბევრი აღარ ყავს ეგრე საქართველოს და საქართველოს გარდა ქართულ კინოს არ ყავს ლევანისნაირი მსახიობი. ხო და ნუ ეს ერთი დიდი რაღაცა სევდა არის. ეს ირაკლი ჩერპმენს აქვს ძალიან კარგად ერთ თავის სიმღერაში სიყვარულზე შორს მიაქვს წლებზე სევდა და ნუ მართლა ეგრე არის ნებისმიერ წასულ ადამიანზე ეგ ძნობა გაქვს და მithumetes რა ვიცი მაინც გამონაკლისებში გავიყვანდი მე ლევანს და ჩემთვის და Привет. შენ ლევანი ხარ? კუდარი? ლევანი ხარ? მართლა ლევანი ხარ? ხო, ლევანი. მოიცა, სალომე! რატო? ვერ დამინახა. ვერც ეს არ ხედავენ? მე შენს მეტი ვერ ვიმარხვა. სკოლაში გამაცილებ? გაცილებ.